ეს მიზანი არის მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოღვაწე გამომცემლებმა, რომლებიც დაკავებულები იყვნენ სასკოლო, მათ შორის დაკავებული იყვნენ სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემით, მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით, რომელიც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმ ბრძანების არაკონსტიტუციურ ცნობას, რომელიც საფუძველზეც მოხდა გამომცემლებისათვის საკუთარი საავტორო უფლებების ჩამორთმევა. აღნიშნული საავტორო უფლებებით დღესდღეობით სარგებლობს განათლების სამინისტრო, ახდენს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდას და აპირებს აღნიშნული სახელმძღვანელოების უფასო დარიგებას სკოლებში, საჯარო სკოლებში. გამომცემლების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში მათ ადვოკატირებას განახორციელებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ. ამავდროულად მათივე სახელით მინდა გამოვხატო პოზიცია, რომ გამომცემლები მიესალმებიან სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგების პროცესს და ეს სარჩელი არ უნდა იქნეს აღქმული ამ პროცესის საწინააღმდეგოდ, უბრალოდ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი არ უნდა გახორციელდეს მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე, რაცაც კონკრეტულ შემთხვევებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან აქვს ადგილი. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რაში არის საქმე, ბრძანება, რომელიც გამოცემული იქნა ჯერ კიდე წინა მინისტრის ბატონი შაშკინის პერიოდში და დათარიღებულია 2010 წლის 25 თებერვლით, აღნიშნული ბრძანების შესაბამისად გამომცემლებს დაეკისრათ ვალდებულება, მას შემდეგ რაც ისინი შეიტანდნენ განაცხადს წიგნის გრიფირებისათვის, განაცხადებინათ წინასწარი თანხმობა სახელმწიფოსათვის, რომ ისინი მათ ლიცენზიას გარკვეული ანაზღაურების ან განსაკუთრებულ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე გადაცემდნენ სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო იღებდა მეორე მხრივ ვალდებულებას, რომ ამ ლიცენზიას გამოიყენებდა მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, რასაც როგორც სამინისტრო თავად მიუთითებდა, იქნებოდა იმ შემთხვევა, თუ კი გამომცემლები არ დაბეჭდავდნენ სახელმძღვანელოებს და ამისათვის სახელმწიფო იძულებული იქნებოდა ამუევსო ბაზარზე ავსებული სიცარიელი, ანუ სახელმძღვანელოების სკოლაში მოხვედრილიყო. ესეთი ვალდებულების დაწესება გამომცემლებისათვის თავის დროზეც იყო გაპროტესტებული გამომცემლების მხრიდან, მაგრამ განათლების სამინისტროს მიერ ეს უფლება არ ყოფილა რეალიზებული, გამომცემლები პირდაპირ მათ უფლების დარღვევაზე არ საუბრობდნენ, რადგანაც არსებობდა უფლების დარღვევის რისკი, მაგრამ მათი უფლება ფაქტობრივად არ ყოფილა დარღვეული. მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრმა 2013 წლის 8 აპრილს გაახმოვანა ინიციატივა და განაცხადა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის უფლებას, გამომცემლებისაგან იძულების წესით, სწორედ ბრძანების სავალდებულო ნორმატიულად ადგენილი წესით გადაცემული უფლების გამოყენებით მოახდენს სახელმძღვანელოების დაბეჭდვასა და მათ წიგნებში შეტანას. ამის შემდეგ გამომცემლები მიიჩნევენ, რომ დაიღვა მათი კონსტიტუციური უფლება, საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლზე, რომლის თანახმადაც საკუთრება აღიარებული და ხელშეუხებელია, ასევე საუბარია საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლზე, რომელიც ასევე იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, როგორც ხელშეუვალ უფლებას. შესაბამისად, განცხადებულები მოითხოვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაგან, მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაგან, არაკონსტიტუციურად იქნეს მინისტრის, საუბარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ნომრით 30N, რომლის საფუძველზეც მათ იძულებით დაადებინა სახელმწიფომ გარიგება და გადააცემინა საკუთარი საავტორო უფლებები სახელმწიფოსათვის. აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობა ბუნებრივია გამოიწვევს თავად აღნიშნული ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას. თუ კი კითხვები გექნებათ, გადავართ გიპასუხოთ. კი ბატონო, მაშინ მე გვერდზე გადავინაცვლებ, თუ კი ფაქტობრივი კითხვები გექნებათ. გიორგი მშვენიერაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. მოდი ერთ-ერთმა დაიკავეთ, რა ვიცი ბატონო გახმოთ მიგეხმოთ. ლაშა. ლაშა ბერაია, გამომცემლობა ლოგოს პრესის დამფუძნებელი. ლოგოს პრესით ცალ-ცალკე იწერება. რაც შეეხება ზარალს, რომელიც მიადგათ გამომცემლობებს. ჩვენ თუ ჩვენით გავყიდით ბაზარზე სახელმძღვანელოებს წელს სექტემბერში, ჩვენ ცხადია მივიღებდით გარკვეულ შემოსავალს ჩვენ და ჩვენი ავტორები. ესე იგი, ამ შემოსავალში ნაწილი თანხისა იქნებოდა ჩვენი საინვესტიციო ხარჯების დაფარვა, ასევე ჩვენ გვაქვს ნაშთების საწყობებში და ამ ნაშთების გაყიდვით მოხდებოდა უკვე დახარჯული თანხების ინვესტიციების ამოღება. გარდა ამისა, ავტორებისთვის ღირსეული ჰონორარების გადახდა, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ხელშეკრულებებით ავტორებთან და ჩვენი მოგების მიღება. აი ეს ნაწილი ჩამოეჭრათ მთლიანად გამომცემლობებს და ეს არის ნაწილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ, თქვათ, ლიცენზიის სახით მივცეთ ვიღაცას ან სამინისტროს თუნდაც
და შეიძლება ჩვენი უფლება ჩვენ არ გვკითხეს რა ფასად ვართ მზად მივყიდოთ, უბრალოდ იყო ზეპირი მოლაპარაკებები სამინისტროში გარკვეული ხნის განმავლობაში, ჩვენ უთხარით ჩვენი თანხა, ეს თანხა არ მოეწონათ როგორც ჩანს და გადაწყვეტეს უბრალოდ გამოეყენებინათ აი ამ ესე ვთქვათ, რაც ბრძანა ბატონმა გიორგიმ, იმ ხელშეკრულების და იმ მინისკის ბრძანების ის მუხლი, რომლითაც თითქოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს სახელმწიფოს უბრალოდ ჩამოგვართვას ეს უფლება. და სწორედ ამაზეა საუბარი, რომ იურისტების რამდენიმე კვირიანი კვალიფიციური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია უბრალოდ არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ზღუდავს ჩვენს უფლებებს, ჩვენი და ჩვენი ავტორების უფლებებს უსამართლოდ. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, ფაქტიურად რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოვილაპარაკოთ უფლების ყიდვაზე. რა თანხად შეიძლება მოვრიგდეთ ჩვენ, რომ ჩვენი ანაზღაურებაც მიიღოთ, ჩვენმა ავტორებმაც მიიღონ და სახელმწიფომაც ამისთვის ცხადია გარკვეული ხარჯი უნდა გაიგოს. როგორც ვფიქრობთ, რა შემდგომარეობდა თქვენ მინისტრის ეს ინიციატივა? თუ არ იყო რაიმე პროტესტი და რაიმე იწიფიდა, პროფესორ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ასე დიდხანს დამოუკიდდა. ჯერ ერთი დაიზოგა ბიუჯეტის თანხა, ამით, იმიტომ რომ თუ უფლებას იყიდ და ბიუჯეტიდან როგორც გითხარით, უნდა გამოყოფილიყო თანხა. ვინაიდან ეს თანხა არ გამოიყო ჯერ ერთი გაკეთდა პიარი, რომ აი იმავე თანხად, რაც წინა წლებში იხარჯებოდა სოციალურად დაუცველებისთვის წიგნების საყიდლად, წელს მთლიანად ყველა მოსწავლისთვის აღმოჩნდა შესაძლებელი წიგნების შეძენა. ეს ძალიან ესეთი შთამბეჭდავი, კარგი და მოსაწონი განცხადებაა, ხო? ფულიც იზოგება და ყველას წიგნის ხდება საჩუქრად, მაგრამ თქვათ რის ხარჯზე? ეს ხდება ჩვენი საკუთრების მითვისების ხარჯზე. ჩვენი ავტორებისთვის ჰონორარების გადაუხდელობის ხარჯზე, ჩვენი ინვესტიციების ვერ ამოღების ხარჯზე და ჩვენი მოგების ვერ მიღების ხარჯზე. ჯერ ქალბატონი თამართა და ქალბატონია თამრი გოგონგან ანუ რა შედეგი შეიძლება გქონდეს გიბანის სასამართლო პროცესის და ასე შემდეგ, როცა უკვე მინისტრი ამბობს არ შეძლებს გადაწყვეტილებას და 2013 წლიდან წიგნები უფასოდ დაუყოვნეს. ალბათ სასამართლოს გადასაწყვეტია მომდევნო ქმედებები რა იქნება, ჩვენის მხრივ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. კონკრეტულად გამოცემობა დიოგენეს შემთხვევაში ეს გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე დავდექით. არ არის გამორიცხული, რომ გამოცემობა გაკოტრდეს. სამწუხაროა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა მიწევს და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცია, რომ კონსტიტუციურ ჭრილში, ამჯერად კონსტიტუციურ ჭრილში იქნას განხილული ამ გადაწყვეტილების სისწორე. ბატონმა გიორგიმ და ბატონმა ლაშამ უკვე მოგახსენეს, რომ ჩვენ რასაკვირველია მზად ვართ, კვლავ და კვლავ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ამაზე არის ლაპარაკი თვეების განმავლობაში, მინისტრი არც ერთხელ არ შეგხვდა. ეს სამწუხარო გარემოება, მაგრამ ის არ დაინტერესდა იმ გამომცემლობების ბედით, რომლებიც წლების განმავლობაში ზიდავდნენ იმ სერიოზულ ტვირთს, რასაც განათლების რეფორმა ჰქვია საქართველოში და იყვნენ თანამონაწილეები, თანადამფინანსებლები სახელმძღვანელოების განახლების პროცესის. არა, გეტყვით ორი საკითხი არის. კი, არა, გეტყვით ორი საკითხი არის. მაშინ გიორგი მაინც მე მგონი შუბია ცოტა სიცხადე შევიტანოთ. არა, მოდი ორ ნაწილად გავყოთ ეგ საკითხი. ორ ნაწილად გავყოთ ეგ საკითხი. პირველ რიგში, მარტივი რო გახდეს, უფრო არასამართლებრივი ენით თქვენთვის რასთან გვაქვს საქმე. განათლების სამინისტრომ საკუთარი ბრძანებით ჯერ დაავალდებულა მეორე მხარე, სამომავლო ხელშეკრულების მხარე, რომ მასთან იძულებით დაედო ხელშეკრულება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა, ესე ვთქვათ, კი ბატონო, არ აქვს მნიშვნელობა, აქ არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება, თაშკინი იქნება, მინისტრი მარგველაშვილი იქნება, თუ ახალი ვინმე იქნება, მას არ აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად. სახელმწიფო მოქმედებს მის უფლებამოსილების ფარგლებში. სახელმწიფომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, როდესაც აღნიშნული ვალდებულება, ანუ პირის უფლება, რომ
საკუთარი ნებით განკარგოს საკუთრება შეუზღუდა და დაავალდებულა მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ამის გაკეთება შესაძლებელია კონსტიტუციით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კეთდება კანონით და არა მინისტრის ბრძანებით. ამის უფლება გააჩნია მხოლოდ პარლამენტს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, თუ კი არსებობს აუცილებელი საზოგადოების საჭიროება. ეს გააკეთა ჩვენ შემთხვევაში მინისტრმა კანონქვემდებარი აქტით. შემდეგ როცა ამ ბრძანებით დაავალდებულა გამომცემლები, რომ მისთვის გაეფორმებინათ ხელშეკრულება და გადაეცათ საავტორო უფლებები, გადაიფორმა ეს უფლებები და ამის შემდეგ კანონმდებლობით, ისევ კანონმდებლობას უბრუნდები, უფრო მაღალი იერარქიის აქტის ვიდრე მინისტრის ბრძანება. ეს არის საავტორო მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი მაგალითად, სადაც მითითებულია, რომ ესეთი ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ფასს. ანუ რა ფასად იღებს ამ უფლებას სამინისტრო. მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები ამ ფასს არ ითვალისწინებს და ჩვენმა მარწმუნებლებმა მიმართეს წინადადებით სამინისტროს, რომ სწორედ ეხლა ემჯერათ ფასზე, იმიტომ ეს არის კანონის მოთხოვნა. სამინისტროსგან მოხდა მათი ესეთი ნებისმიერი კომუნიკაციის, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგნორირება, ანუ ამ მოლაპარაკებაზე სახელმწიფო არ წამოვიდა და ცდილობს, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიტაცოს ეს უფლება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ავტორებს გადაუხდიან ჰონორარს, ეს არის არასერიოზული, თუნდაც იმიტომ, რომ წიგნის შექმნაში არ მონაწილეობს მხოლოდ ავტორი. მაშინ თანაბარი წვლილი მიუძღვის გამომცემელს, აქ არის საუბარი გვერდ აკაბადონება წიგნის, ფოტომასალის შეძენა, აწყობა, რედაქტორთან ერთად მუშაობა და გამომცემლის როლი ძალიან დიდია წიგნის შექმნაში. და კიდევ ერთი საკითხი, ეს სარჩელი ანიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ ტიპის წარმოებს დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხსენებულ გამომცემლებს ყავთ ცალკე იურიდიულ მომსახურებას უწევენ სხვა იურისტები, რომლებიც აწარმოებენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და სასამართლოში აპირებენ დავას იმ კომპენსაციისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც მათ ადგებათ სახელმწიფოს ამდაგვარი გადაწყვეტილებით. კიდე გაქვთ შეკითხვა? მე მგონი რაც გინდათ გიპასო. კი ბატონო. სამინისტრო რადგანაც დღეს არაკონსტიტუციური აქტის საფუძველზე ფაქტობრივად არის ლიცენზიის ფლობელი, მას შეუძლია ამ ლიცენზიით ეს ლიცენზია გადაცეს სხვა პირს და დააბეჭდინოს და ამ შემთხვევაში უნდა გადაუხადოს ჩვეულებრივი ლიცენზიის შემთხვევაში ტირაჟის 10%-ის ღირებულება გამომცემლებს, რაც თვითონ 10%-იც არასერიოზული თანხა, მაგრამ ტირაჟი რაც ნიშნავს ესეც გაურკვეველია, მაგრამ ჩვენთვის უცნობია დღეს სამინისტრო რას აკეთებს. ესე გააკეთა, რომ სხვას გადაცა დააბეჭდინებს თუ თავად შეუკვეთა სტამბას დასაბეჭდად. ანუ ეს 7 გაუნთულობა, რომელიც ახალ ხაშენებული არც ერთი არ მონაწილეობს ამ წიგნების ბეჭდვის პროცესში არც ერთი გამომცემლობა არ მონაწილეობს საქართველოში, არც ერთი აბსოლუტურად, ყველა შეუკვეთა განათლების სამინისტრომ ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით მისი ერთ-ერთი სიპის მეშვეობით სტამბებს, რომ დააბეჭდონ. ანუ წიგნის ბეჭდვა სტამბაში და გამომცემლობის საქმე სხვადასხვა აბსოლუტურად ამ შემთხვევაში. რამდენადაც თვითონ ავტორებსაც ჰქონდა პრეტენზიები განათლების სამინისტროსთან. აი ამას ვიზიარებენ, რომ ეს მედება ანტიკონსტიტუციური. ყველა ავტორის საავტორო უფლება მათ შორის ქონებრივი უფლებები გადაცემული აქვთ გამომცემლებს, ანუ აქ წარმოდგენილი გამომცემლები ან მითითებული ჩამონათვალში არიან ავტორთა საავტორო უფლებების ფლობელები, ქონებრივი საავტორო უფლებების ფლობელები და ისინი როცა საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, ისინი არიან გამომცემლები პასუხისმგებლობი ავტორების წინაშე რომ გადაუხადონ მათ ჰონორარი, ხოლო როცა ისინი დაობენ სასამართლოში, ისინი ამით ბუნებრივია ცდილობენ როგორც საკუთარი, ასევე ყველა ავტორის უფლების დაცვას და ავტორთა სოლიდარობა მათთან მიმართებაში როგორც ჩემთვის ცნობილი არის აბსოლუტური. კი ბატონო, დღეს შევა სარჩელი. ავტორებთან დაკავშირებით შემიძლია განგიმარტოთ, რომ უმრავლესობა ავტორების არის ჩვენი სოლიდარული, იმიტომ რომ აქაც არიან ავტორები წარმოდგენილი. აქაც არის. ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ პროდუქტზე, იციან ამ პროდუქტის სპეციფიკა და იციან, რომ უმრავლეს შემთხვევაში უმეტესობა თვითონ წიგნებს ვერ დაცეს. ამიტომ გეგმა სამინისტროს რომ თითქოს სამომავლოდ ის აპირებს პირდაპირ ავტორებს დაუკავშირდეს და მათგან მიღებული ტექსტების დიფირება გააკეთოს. ეს არის ძალიან არაკომპეტენტური რამ ასაც სოფლიოში ავტორები თვითონ ვერ წერენ სახელმწიფოებებს. ეს არის ძალიან რთული პროდუქტი. აქ ჭირდება რედაქტორთან თანამშრომლობა და გამოცემლობის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარევა. აი რა უჯდებოდა გამოცემლებს, ამაზე მე კონკრეტული ციფრებით შემიძლია გიპასუხოთ, მაგრამ არა ამ წუთას ეს ციფრები სამწუხაროდ თან არ მაქვს. ის ბეჭდა. თუ არ შეწუხდებით, თქვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია.
ჩვენი კონკრეტულად ჩვენი გამომცემლობის დანახარჯების შესახებ გასულ წელს მთლიანი წლის განმავლობაში დევს ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე და შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ. იქ დევს არა მარტო წლის ფინანსური სურათი, არამედ კონკრეტულ ავტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, დასკანერებული თანხები, რა ჰონორარები მიიღეს ავტორებმა და რა გადასახადები წავიდა ბიუჯეტში. ეს ყველაფერი დევს. მე თქვენ გიპასუხოთ მარტივად. თქვენი მედია საშუალების არც ერთ თანამშრომელს რო არ გადაუხადონ დღეს ხელფასი და მხოლოდ ტექნიკა გამოიყენონ და გაუშვან ეთერში. აი დაახლოებით ეს გააკეთა. ეს ხო იაფი დაჯდება. კინო რო ვიყიდო, კინო მაგათაც შექმნა რომელიმე სტუდიამ. ატივად თქვა. კინო შექმნა რომელიმე სტუდიამ, კინა შექმნა რომელიმე სტუდიამ და ადგადა სახელმწიფო, რადგანაც კინო მოეწონა, არ გადაუხადა მის შემქმნელებს ფული, წამოიღო გადაწერა საკუთარ დისკზე და დაარიგა. და გადაიხადა მარტო დისკის ჩაწერის ფული. ეს ხდება აქ ამ შემთხვევაში. ანუ ინტელექტუალური ნაშრომი რაც არის, ის გადაიტანა დაბეჭდა ფურცელზე და ამ ბეჭდის ფულს ხარჯავს მხოლოდ. წიგნის ავტორის ჰონორარი, გამომცემლის ჰონორარი, ფოტომასალა რო შეიძინა, რუქა შეიძინა, დააკაბადონა, აწყვეს ყველაფერი ხარჯები, რომელიც გამომცემას აქვს, არ არის გათვალისწინებული. სამინისტროს ვერ კეთილ და აიძულებიან. ხასზე. არა, ხელშეკრულება ამ პირობას არ ითვალისწინებდა, მინდა ვგითხრათ, ხელშეკრულებაში იყო მითითებული, რომ თუ კი დადგებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და ამის განმარტება არის წმინდა სასამართლოს კომპეტენცია, სახელმწიფოს ჰქონდა უფლება სახელმძღვანელოების წიგნის ბეჭდის უფლება, ანუ ლიცენზია ბეჭდვაზე გადაეცა სხვა პირისთვის. ფასთან მიმართებაში ვაჭრობა ყოველთვის იყო ფაქტობრივად კი ბატონო პასუხი შეგიძლიათ. თქვენ გიპასუხებთ კონკრეტულ შეკითხვას. სამინისტრო იხდის მხოლოდ სტამბის ღირებულებას, ხო? ისევე როგორც ჩვენ ჰონორარები არ გადაიხადა. სასტამბო ღირებულება, ქაღალდის ფული რომ არ გადაუხადოს. ხომ აბსოლუტურად უფასო იქნებოდა მისთვის ეს იგი. თქვენ დასავლეთ შეკითხვას. თუ უფასოდ შეგეძლოთ ციგნის დაბეჭდვა, რატო ადებდით 10 ლარს მას, ხო? ამიტომ თვითონ იმ 4 სტამბასაც, რომელსაც იბეჭდება, ჯერ გადარიცხული აქვს მხოლოდ 30%. იმათაც აქვს დიდი შიში, იმიტომ რომ სახელმწიფო არ მისცემს მათ ამ შიშზე ვლაპარაკობ. იმიტომ რომ რაც აქ დათესა, იმას ელოდებიან ისინი. თქვენ სხვათა შეკითხვას, თურმე იაფი ყოფილი, როგორ ყოფილა იაფი, თუ თქვენ არავის არ მისცემთ თანხას. თუ თქვენ ფქვილს იყიდით, კი არ იყიდით და მიიტანთ იმაში საწყობში და გამოაწყობინებთ იმად და მისცემთ 10 თეთრს, თქვენ პურს 50 თეთრიან პურს 10 თეთრად მისცემთ მოსახლეობას. და ფქვილი არ გიყიდია. წაართვით ვიღაცას. ხო, ეს არ უნდა გავიგოთ, ხო, კიდევ ერთხელ ამბობთ, რომ გამომცემლები წინააღმდეგი არიან უფასო წიგნების. ესე არ უნდა იქნეს გაგებული. ისინი მოითხოვენ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს ყველაფერი. მათ შორის თქვა, ანაზღაურება მიიღონ საავტორო უფლებებზე, ანასე და ანასე. კეთილი, მადლობა ყველას. ეს ნაკლები.